დამოუკიდებლობის დღე, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია საკუთარი სახელმწიფოებრივი თუ ეროვნული იდენტობის კუთხით. ძალიან საინტერესოა რა ისტორია აქვს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა ზოგადად მსოფლიოში. პირველად ის აღინიშნა 1777 წლის 4 აპრილს, ზუსტად 1 წლის შემდეგ, მას შემდეგ, რაც დამოუკიდებლობის დეკლარაციას მოაწერეს ხელი და გამოცხადდა შტატების დამოუკიდებლობა 1776 წელს. ფილადელფიასა და ბოსტონში აღინიშნა პირველად. საერთოდაც, როგორც ითვლება პირველი თარიღი, ასე თქვა, პირველი თარიღად დამოუკიდებლობის დღე დასახელებული 1291 წლის 1 დეკემბერი. ეს არის თარიღი, როდესაც შვეიცარია მოიპოვა დამოუკიდებლობა საღვთო რომის იმპერიისგან. და დღესაც აღნიშნავენ ამ დღეს, როგორც ეროვნულ დღესასწაულს. საქართველოში პირველად დამოუკიდებლობის დღე აღინიშნა 1919 წლის 26 მაისს, ზუსტად 1 წლის მერე, რაც საქართველოს დამფუძნებელმა კრებამ, ეროვნული საბჭოს დამფუძნებელმა კრებამ გამოაცხადა დამოუკიდებლობა და სულ რაღაც ორჯერ მოახერხეს 1919 და 20 წელს ამ თარიღის საზემო აღნიშვნა უცხოელი დიპლომატების, სხვადასხვა სახელმწიფოს წარმომადგენლების თანდასწრებით და ამას მოყვა 1921 წლის თებერვლის რუსული საბჭოთა ოკუპაცია და დიდი ხნის განმავლობაში ჩვენ არ ვზეიმობდით ამ დღეს, თუმცა საბჭოთა ხელისუფლება საოკუპაციო რეჟიმი იძულებდა, რომ 25 თებერვალი, როგორც საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის დაბადების დღე ისე გვიზეიმა, რომელიც რატომღაც და არ არის გასაკვირი, რატომაც დიდი სიხარულის და ბედნიერების მომტანი არასოდეს არ ყოფილა. მაგრამ 1991 წლის 9 აპრილს სიტუაცია კარდინალურად შეიცვალა, როდესაც საქართველოს უზენაესმა საბჭომ მისმა მეთაურმა ზედ გამსახურდიამ 31 მარტის რეფერენდუმის საფუძველზე აღადგინა საქართველოს დამოუკიდებლობა. მას მოყვა მერე თბილისის ომის სამოქალაქო დაპირისპირება და აფხაზეთის ომი, ასევე ხელისუფლების ცვლილება. და პირველად 1990 ბოლოს 97 წელს აღინიშნა ეს ზარზეიმით, თუმცა არ არის ესეთი დიდი პომპეზურობით და 26 მაისი დაკანონდა საქართველოს დამოუკიდებლობის დღედ, ისტორიული თარიღი, რომელიც თავისთავად იწვევს გარკვეულ დავას და უთანხმოებას, იმიტომ რომ არც ერთ პოსტსაბჭოთა რესპუბლიკას საკუთარ ეროვნულ დღესასწაულად დამოუკიდებლობის დღედ ძველი თარიღი არ აურჩევია და ამას ალბათ ჩვენთვის აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა დავაზუსტოთ რომელია 26 მაისი თუ 9 აპრილი.